რამდენიმე რადიკალური ევროპარლამენტარი, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი, რომელიც ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული ბოლო პერიოდში, უთითებს ერთ რამეს: არანაირი ოპოზიცია, არანაირი NGO-ები არ არსებობენ. 26 მაისს მათი ქცევა პირდაპირ განპირობებული იქნება მათი დონორების და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით. ასე რომ პასუხისმგებლობაც იმასთან დაკავშირებით თუ კი იქნება რაიმე პროვოკაცია და ის ძალადობა, რომელიც 9 აპრილს ვიხილეთ, იგივე ძალადობა თუ გაიმეორეს NGO-ებმა და პარტიებმა, ამის პასუხისმგებლობა სრულად იქნება იმ დონორებზე თუ ზოგიერთ ელჩზე, რომელიც ამ მოძალადეებს ხელს ართმევს და სალონურ საუბრებში არის შესული ექსტრემისტებთან და მოძალადეებთან. იცით რა ესე არ არის ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და იქ არიო სიტუაცია. არავის არ აქვს ამის უფლება და ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. დღეს როცა საუბრობენ რუსეთს, რას ედავებიან? რუსეთს ედავებიან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. და თავად რას აკეთებენ, როდესაც ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში? არევენ თუ არა ვამხელთ. აი როგორც ვამხელთ, ასე ვამხელთ ყველას კანონის დარღვევაში.